დიდი მადლობა დავით ვალიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ხელისუფლებისათვის უზურპაციის ბრალდების წამოყენების შემდეგ პატრიოტთა ალიანსი როგორც დამოუკიდებელი პარტია ისე მოქმედებს და პარტნიორებს და საზოგადოებას პროტესტის სხვადასხვა ფორმებს შესთავაზებს. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? დეტალურად თავად პარლამენტის ვიცე-სპიკერისაგან მივიღებთ განმარტებებს პირდაპირ ეთერში. ირმა ინაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. ქალბატონო ირმა, უზურპაცია ახსენეთ დღეს თქვენ. კონკრეტულად რა ფაქტებით ადასტურებთ იმას, რომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს ხელისუფლების უზურპაციას? კარგი იქნება უფრო ყურადღებით თუ მოусმენთ ხოლმე ერთმანეთს. მე ვახსენე არა უზურპაცია, არამედ უზურპაციის მცდელობა. კი ბატონო. თუ განხორციელდა ის ცვლილებები, რაზეც დღეს არის საუბარი და რასაც გვთავაზობს ქართული ოცნების უმრავლესობა, განხორციელების შემთხვევაში დაიწყება უზურპაციის პროცესი. ჯერ ეს პროცესი არ დაწყებულა, ამიტომ ჩვენი ვალია ოპოზიციური სპექტრის, ვიცე-სპიკერების, პოლიტიკური ლიდერების კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვინდა დაბრუნება წარსულში, ჩვენ ვუფრთხილდებით ქართულ დემოკრატიას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმთავრესი კანონი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, ამიტომ ესე ხელაღებით, რომ შენ ხარ მხოლოდ მართალი, რომ შენი მოდელი და ვარიანტია მხოლოდ სწორი, არ შეიძლება აშენდეს ნორმალური ქვეყანა. ჩვენ ისე ვიმუშავეთ ამ კომისიის ფარგლებში რამდენიმე თვის მანძილზე, რომ ვიყენებდით ამ კომისიის ფორმატს, პლენარულ სხდომებს, საჯარო სივრცეს, ტელეეთერს იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა და გვეთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია პირველი ის საარჩევნო მიდგომები, სისტემისადმი მიდგომები, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, ჩვენ ვარიანტს ვთავაზობდით, ასევე 15 კვალიფიციური პარტია, რომელიც არასაპარლამენტო პარტიებს შეადგენს, მაგრამ არც ერთი ეს შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, არც ერთი ჩვენი წინადადება არ იქნა გაზიარებული და ასეთ შემთხვევაში დღეს უკვე კომისია გადასულია გადამწყვეტ ეტაპზე, ჩვენ აღარ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ მისი დასკვნითი ეტაპის მუშაობაში. ეხლა მე ცოტა არ იყოს კომიკურად მეჩვენება ქართული ოცნების ლიდერების ერთხმაში განცხადებები, რომ რა ახლა დღეს რატო ტოვებენ ამ კომისიას, უკვე დაასრულა კომისიამ მუშაობა, ჯერ ერთი კომისიას არ დაუსრულებია ამ მუშაობა, 22 აპრილს იქნება საბოლოო სხდომა და კენჭისყრა. ანუ პროცესი მაინც გრძელდება და ჩვენ ამ კენჭისყრამდე გამოვედით კომისიიდან, მაგრამ ეხლა რომც ასეთ ბრალდებას რომ მიყენებ, ჩვენ დასაწყისში ხო არ გამოვიდოდით კომისიიდან. ჩვენ კონსტრუქციულად მივუდექით საკითხს, დავიწყეთ აქტიური მუშაობა, ჩვენი რჩევები გაუზიარეთ კომისიას, მაგრამ არაფერი ხო? და ანუ პირველ ეტაპზე ხო არ გამოვიდოდით კომისიიდან, გამოვედით მაშინ, როდესაც ვნახეთ, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ თქვა, მხოლოდ ჩვენი წინადადებებია სწორი. ეხლა რა წინადადებებზეა საუბარი? მე ტელემაყურებლისთვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ირაკლი, ეს არის თავარი, ანუ ამბობს ქართული ოცნება, რომ ეგრეთ წოდებული გადასანაწილებელი ხმები, ანუ არჩევნების შემდეგ დარჩენილი ხმები, უნდა მიიღოს მხოლოდ ერთმა პარტიამ თურმე და ერთი პარტიის მიმართულებით უნდა წავიდეს. ის ამბობს, რომ მე გავაუქმებ მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ გადასანაწილებელ ხმებს მთლიანად მე ვიღებ, ანუ მაინც რჩები უმრავლესობაში. ეს მიდგომა ქვეყანაში მთლიანად კლავს პოლიტიკურ კლასს, სპობს და ანადგურებს. ჩვენ რა თქმა უნდა ამას მხარს ვერ დაუჭერთ. ჩვენ ვამბობთ, ეგრეთ წოდებული გადასანაწილებელი ხმები თანაბრად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს ყველა იმ პარტიაზე, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ეხლა აქ საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო ბლოკები უნდა გაუქმდეს. რატომ უნდა გაუქმდეს? თვითონ ქართული ოცნება ხო საარჩევნო ბლოკის საშუალებით მოვიდა ხელისუფლებაში, ხო? კიდე არის რაღაცა ნიუანსები, მაგრამ მე მთავარ საკითხებს გამოვყოფ, გესმით? აი ეს გადასანაწილებელი ხმების საკითხი არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი ჩვენთვის და მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და ვერანაირად ქართული ოცნების არგუმენტებმა ვერც კომისიის ფარგლებში, ვერც პარლამენტის ფორმატში მე ვერ დამარწმუნა იმაში, რომ უკეთესია პრეზიდენტს ირჩევდეს პარლამენტი და რაღაცა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც პრინციპში ისევ ხელისუფლების ხალხით არის დაკომპლექტებული, ვიდრე ირჩევდეს ხალხი. როდესაც ხალხი ირჩევს პრეზიდენტს, ეს არის საყოველთაო არჩევნების ფორმა, ეს არის დემოკრატიის უმაღლესი ფორმა. და
ამ ტიპის ქვეყანაში, სადაც ნედლია ჯერ დემოკრატია, ჯერ არ არის ეს განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა, ძალიან საფრთხის შემცველია და ძალიან სარისკოა პარლამენტი ირჩევდეს პრეზიდენტს. ახლა აი ეს რეალობა წარმოვიდგინოთ, დღეს რაც გვაქვს ეს პარლამენტი, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვის აირჩევდა პრეზიდენტად, როგორ ფიქრობთ თქვენ და ეს არჩევა იქნებოდა პრეზიდენტის? ან ეს პარლამენტიც კი გამოხატავს სრულფასოვნად ქართველი ხალხის ნებას, ან რა ტიპის არჩევნები ჩაატარა ამ ხელისუფლებამ 2016 წლის არჩევნებში? პარლამენტი რომ ირჩევდეს პრეზიდენტს, იმ პარლამენტს უნდა კონდეს ლეგიტიმაციის უმაღლესი ხარისხი. ქვეყანაში აბსოლუტურად სამართლიანად უნდა ტარდებოდეს არჩევნები, არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები. და დღეს ჩვენ არა ვართ ამ სრულყოფილებამდე მისული, ამიტომ ვამბობთ, რომ პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს ხალხი და ჩვენ აი ამ მოდელის და ამ ვარიანტის მომხრე ვართ. ჩვენი გეგმები და ჩვენი ხედვა საერთოდ შერეული მართვის სისტემაზე, პრეზიდენტს რა უფლებები უნდა კონდეს, პრემიერს, პარლამენტს და ასე შემდეგ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად მე ჩემ მოხსენებას ძალიან კონკრეტულად დავსახე და კონკრეტულად ვისაუბრე ამაზე და დღეს უკვე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ გამოვდივართ კომისიის ფორმატიდან. რა შეთავაზება აქვთ პატრიოტებს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით? ამ საკითხზე შეთანხმება შედგა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. მისაღებია თუ არა მაჟორიტარული სისტემის საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით? ჩვენ ხო არა ვართ ირაკლი პატარა ბავშვები, რომ მე ვაუქმებ მაჟორიტარულ სისტემას. ვტოვებ პროპორციულ სისტემას, მაგრამ აი ამ სისტემის ფარგლებში გადასანაწილებელი ხმები მთლიანად მე მიმაქვს, ანუ მე მაინც უმრავლესობაში ვიქნები ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში და ჩვენ ანუ თქვენ თვლით, რომ მაჟორიტარებში დაკარგულ ხმებს კომპენსირებას გააკეთებენ სწორედ პროპორციული სიით გადაუნაწილებელ ხმებზე? გადაუნაწილებელი ხმები რომ მეაქვს დაახლოებით 20% მეაქვს, აი ამ არჩევნებში 20% დარჩება, მთლიანად მას რო წაეღო, წარმოიდგინეთ. ანუ გეუბნება რომ არ მექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ უმრავლესობა ექნება გარანტირებული და მუდმივად იქნება ხელისუფლებაში. და ეს სხვა პარტიებს, სხვა პოლიტიკურ ძალებს არათანაბარ სრულიად უთანასწორო ვითარებაში აქცევს და ერთი რამე მინდა ვთქვა კიდე ერთხელ. როდესაც ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, აი ეს ადამიანები, ჩვენი თანამებრძოლები, ეკა ბესელია, სხვები, ლევან გოგიჩაიშვილი, ჩვენ სულ სხვა იდეალებზე ვსაუბრობდით მაშინ, ჩვენ სულ სხვა ქვეყნის აშენებაზე ვოცნებობდით მაშინ და ეს ოცნება, მე მგონი ქართული ოცნებისთვის ლიტონ სიტყვად რჩება და რეალურად ნამდვილი ქართული ოცნება ჩვენ დავჭით, მე მგონი და იმ იდეალების ერთგულები, იმიტომ რომ აი ასეთი აზროვნება თვითონ და მენტალიტეტი, რომ ყველაფერი შენ უნდა წაიღო და არაფერი პოლიტიკურ ოპოზიციას, თვითონ ეს არის არასწორი და არამართალი და ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ჩვენი პრინციპების გამო ვიბრძოდით მთელი ამ წლების მანძილზე და არც დღეს არ გადავაბიჯებთ ჩვენ პრინციპებს. მე მინდა ამ ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩვენ არა ვართ სახელმწიფოს მტრები, ჩვენ არა ვართ ქვეყნის მტრები და ჩვენ პრინციპში არც ამ ხელისუფლების მტრები ვარ, მე მტრად არ მოვიაზრებ ამ ხელისუფლებას. მე ვსაუბრობ კეთილის მოსურნის პოზიციიდან. თუ გონია ხელისუფლებას უნდა მიხვდეს, რომ ძალიან დიდ კოცონს ეთამაშება ის აი ახლა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით. ძალიან დიდი კოცონი ინთება და თვითონ ხელისუფლებამ უნდა ჩააქროს ეს კოცონი. მე იმედი მაქვს, რომ არის ქართულ ოცნებაში, ელიტაშიც და საშუალო წრეშიც გონიერი ხალხი, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იმედი მაქვს, რომ არის გონიერი ხალხი, რომელიც დაფიქრდება იმაზე, რომ აი ის რაც ხდება არ უნდა მოხდეს და უნდა შეიცვალოს ეს შემოთავაზებული. ირმა, თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ გაქვთ იმედი, რა რესურსი არსებობს იმისათვის, რომ აი ამ სადაო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა შედგეს? ეცით ყველაზე კარგი რესურსი, როგორც წესი, არის ხოლმე დიალოგი, საუბარი, აზრთა შეჯერება, მაგრამ ჩვენ არა ვართ იცით არც საფრანგეთი, არც გერმანია, სადაც მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის აზრს და ერთი დეპუტატიც კი მნიშვნელოვანია უმრავლესობისთვის და ანგარიშს უწევენ მისას. საქართველოს ხო ის ქვეყანაა, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის ლიდერი რას იტყვის, ოპოზიცია რას მოიმოქმედებს. ფუნქცია არა აქვს ოპოზიციას, გესმით? და არანაირად არ არის ჩართული ოპოზიცია არც სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში და არც მისი ხედვა და მისი რჩევები არის გაზიარებული
არც ამ ხელისუფლების და არც წინა ხელისუფლებების მიერ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და ეს რესურსი სამწუხაროდ ამოიწურა. დღეს თქვა ქართულმა ოცნებამ, რომ ის არ ითვალისწინებს ჩვენ შენიშვნებს, ანუ ისევ ჯიუტად, იცით ყველაზე სამწუხარო რა არის, რომ წეგან მე გითხარით, პატარა ბავშვები ხო არა ვართო. ერთის მხრივ ამბობენ, რომ აი მაჟორიტარულ სისტემას ვაუქმებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთ ვარიანტს გვთავაზობენ, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის და მე არ ამგონია, რომ ეჭვიეპარებოდეთ ჩვენ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ძალიან კარგად ხვდებით რა ხაფანგსაც გვთავაზობთ და კარგად ხვდებით, რომ ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების ღია ბერკეტი თქვენთვის და თქვენ ისეთი ქვეყანა უნდა აგეშენებინათ 2012 წლის დაპირებებისამებრ, რომელიც აი ასეთ მცდელობას, უზურპაციის მცდელობას სრულიად გამორიცხავდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ სააკაშვილის რაღაცა გზისკენ უხვევენ და სანამდროა ჩემ ფუნქციას იმაში ვხედავ, რომ გადმოვახვევინო ამ გზიდან. როგორ ქალბატონო ირმა, როგორ თუ ვერ მიაღწიეთ კონსენსუსს, რა იქნება პატრიოტთა ალიანსის ან თქვენი პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების სამოქმედო გეგმა? როგორ აპირებთ იმ დასახული მიზნის მიღწევას, რასაც ქვია საკონსტიტუციო ცვლილებებში თქვენი და მართველი გუნდის იდეების თანხვედრა? იმედი მაქვს წეგანეს ფრაზა ვახსენე და ეხლაც გავიმეორებ, იმედი მაქვს გონიერება ეყოფა ხელისუფლებას, მიხვდეს რომ ძალიან სახიფათო ცვლილებებს ახორციელებს და არ შეიძლება ამ ცვლილებების გატარება. იმედი მაქვს მოგვისმენენ ჩვენ, მეც და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც, მაგრამ ეხლა თქვენ რომ მეკითხებით რა ბერკეტი გაქვთ, რა ბერკეტი უნდა მქონდეს, ის ბერკეტი მაქვს, რაც შვიდობიან პროტესტს გულისხმობს. უბრალოდ გული იმაზე წყდება, რომ ვერ გავიგე რა ესეთი რა დავაშავე, რომ 15 წელი სულ უნდა ვლაპარაკობდე საპროტესტო აქციებზე, შიმშილობის აქციაზე, სულ უნდა ვლაპარაკობდე და რატომღაც ჩემი არ ესმოდეთ და არ მგონია, რომ რაღაცა გაუგებარს ვამბობ, ან რაღაცა შეუძლებელს ვითხოვ. ეს ხო ძალიან ცოტაა, რომ შენ პატივისცე შენს საზოგადოებას და ნორმალური საარჩევნო სისტემა შექმნა ქვეყანაში, თორემ შენ თუ იმას ამბობ, რომ მე 20% მინდა და კარგად იყავით, მაშინ ჩვენც გეტყვით რა, ქუჩაში გავალთ და არ დავიშლებით და ჩვენ გეტყვით კარგად იყავით და დაგემშვიდობებით. და აი ეს ქუჩაში გასვლა, ეს ხო პროტესტის უკიდურესი ფორმაა შიმშილობა, საპროტესტო აქციები, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიქნებით თუ რაღაცა დიალოგზე რეალურ ცვლილებებზე არ წავიდა საუბარი, მივმართოთ სწორედ ამ ფორმას. ქალბატონო ირმა, ჩვენი საუბრო დრო იწურება ეთერში, მაგრამ მინდოდა შეგეფასებინათ დღევანდელი ანგარიში პარლამენტის წინაშე, ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტის წინაშე. სამწუხაროდ მე გვიან შეუერთდები პარლამენტის ხდომას, არ ვესწრებოდი ამ მოხსენებას, მაგრამ როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება იყო და დეტალებზე შემიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს კონტაქტის კითხვებს უპასუხებთ. იმედია ხელისუფლება თქვენ აზრს გაითვალისწინებს და შედგება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი. ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პასუხობდა კონტაქტის კითხვებს პირდაპირ ეთერში. დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბებით კი ეთერში უკვე რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.